ციგნობრებიც აღარ არიან უკვე, ანუ ძალიან ცოტა არის რეალური მწიგნობარი, ანუ თეოლოგი, ნამდვილი თეოლოგი ამ ხრივ უკვე ცოტა დარჩა. ქალებს მეტად გაქვთ სხეულის განცდა და სხეულის შეგრძნება, ანუ კაცები უფრო მეტად მიდრეკილი ვართ, რომ თავში ვიყოთ. სწავლებებში დღეს რაც ვრცელდება, სხეულის ძალიან დაკნინებულია და ეს სხვათა შორის გადავრცელებულია ძალიან ბევრ სულიერ ადამიანზე, ვისაც სულიერება აინტერესებს. სხვა ტრენინგებს და ეს თქო განმავითარებელ პროცესებს ქალები გაცილებით უფრო მეტად გადიან. გამარჯობა. გამარჯობა ტასო. მამუკა, დიდი მადლობა რომ მოხვედი. მეგობრებო, ორი სიტყვით მოგახსენებთ, რომ ეხლა უყურებთ Everyways podcast-ს, სადაც სტუმრად არის მამუკა გურგული, მოწვეული მე მოვიწვიე. და მამუკა არის, ესე იგი, სულიერების მკვლევარი, სულის მკვლევარი, არაცნობიერის მეცნიერი და მკვლევარი და ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის საქართველოში მაგმაჯის დამფუძნებელი. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან აქ ვარ და ძალიან საინტერესო გვერდი გაქვს და ჯგუფი და მიხარია რომ ასე ვთქვათ ამ ცოტა არ იყოს ესეთ რთულ სიტუაციაში და გარემოში ესეთ ცოდნას აუწევია. ძალიან დიდი მადლობა. ეს შენთან ძალიან დიდი კომპლიმენტია, იმიტომ რომ მე თვითონ როცა დავინტერესდი ამ თემებით, პირველი რასაც წავაწყდი სოციალებში და ძალიან გამიხარდა, იყო შენი გვერდი, ასე გავიცანით თან ერთმანეთი გონი. და ნახე რომ აი სხვა ლიტერატურა იყო იქ დადებული და გამიხარდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად იცი საქართველოში თან ეს არ არის არანაირად ვთქვათ წმინდად ბიზნესი ვერ იქნება, იმიტომ რომ აქ რო არ ყოფილიყო რაღაც პირადი დრაივი, შინაგანი სურვილი ამის კეთების, მხოლოდ ის ფინანსური წახალისება რაც იქ არის მინიმალურია, რაც მე მინახავს, არ იქნებოდა საკმარისი და მეთქი ვაჰ, ეს ადამიანი ნეტა რითი იკვებება, ასე ვთქვათ, საიდან მოდის ამხელა ენერგია. მაგმა თავიდან შეიქმნა იმით, რომ რაც მოვწონდა და მაინტერესებდა და მიყვარდა, წინასწარ ვთარგმნიდი, ესე ერთი ჯერ ჯგუფში და მე უკვე ვერძე და რეალურად ეს იყო საწყისი თავარი იმპულსი მაგმა შექმნის. მაგარია. და მე გაიშალა ეს. ბატონო და მაგ მინდა ვთქვა, რომ ჩემი თავარი მიმართულება და ზოგადად მაგმას თავარი მიმართულება არის მეცნიერების შეხვედრა მისტიკასთან, სულიერებასთან, ანუ ორივე ამ ხარის რაღაცნაირად ამ ხარეს შორის ხიდის გადება, იმიტომ რომ რეალურად დარღვეულია ეს ხიდი, დღეს ზოგიერთი რაღაც ნაწილი სულიერებაშია, ისე რომ მეცნიერული საფუძვლები უბრალოდ ან არ იცის, ან არ აინტერესებს და მეორე ნაწილი კიდე პირიქით ძალიან ისეთ ხისტ და ამ მშრალ მეცნიერებაშია და ყველაფერს მისტიურს და ცოტა ისეც რასაც ვერ გაზომავ და აწონი, გავუდის ესე ვთქვათ. კი, ეს კლასიკურად ეხა ჩემი ბექგრაუნდიდან რო გადავხედო გეშტალტ თერაპიიდან, ეს პოლარობების საკითხი ამოდინდა, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, მეცნიერება საფუძველია ყველაფრის, თუმცა ძალიან ბევრი რაღაც იყო, რაც მისტიკად ითვლებოდა და მე მეცნიერება მივიდა იქ. რაღაცები შეაღწია და დაინახა და ამავდროულად გულწრფელი მეცნიერი ალბათ მუდმივად ხედავს, რამდენად უფრო მეტია ის, რაც არ უსწავლია, ვიდრე ის, რაც ისწავლა. ხო, ეს სულ ესეა. ანუ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ახალ-ახალი აღმოჩენები სულ კეთდება, კიდევ სულ გაკეთდება და ასე შემდეგ და ადამიანის რაღაც ეს მეექვსე გრძნობა, ესე რომ დავარქვა, არ არის უგულებელ საყოფი ჩემი აზრით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინტუიცია დავარქვათ კიდე, რაც კიდე, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გამოგვიცდი ალბათ და მე საერთოდ არ ვთვლი, რომ სუბიექტური გამოცდილებები მნიშვნელოვანი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია სუბიექტი რას განიცდის. ეხლა დღევანდელი თემაც რაც მინდა შემოგთავაზო არის, აი ვინაიდან შენ თქვი რომ მე მაინტერესებდა ეს ვთქვათ სხვადასხვა სულიერის სწავლებები, მისტიკა პირდაპირ სულიერებასთან არის კავშირში, ხო? და წიგნებიც ასე წარმოიშვა მათი თარგმნის იდეა და განთავსების. აი, ვთქვათ რა, როგორ შეაფასებდი დღეს რა ხდება სულიერი კუთხით საქართველოში? აი რა ხდება? რა სიტუაციაა? შენ როგორ ხედავ? თუ შევხედავთ ისე ზოგადად და მასიურად, პრინციპში არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში არის სულიერი კრიზისი. შეიძლება ითქვას, რწმენის კრიზისი, ნამდვილი რწმენის და არა ფანატიკური რწმენის, ასე ვთქვათ, ან ადამიანები საერთოდ ათეიზმში და უარს ამბობს ყოველგვარ სულიერებაზე, ან თუ აქვს სულიერება, კბილებით იცავს მას და რეალურად ეს მასში სწორედ ამ რეალური ამ ცოდნის და რწმენის ნაკლებობის შედეგია, ესე ვთქვათ, თავდაცვის პოზიციაში გამოდის
საკუთარი რელიგიის იქნება თუ ზოგადად წმენდის, მარტო რელიგიას არ ეხება ეს, თუნდაც მეცნიერული წმენა ავიღოთ, ამაში შეიძლება იყოს ადამიანი ფანატიკში. და ძირითადად ეს ორი პოლარობა არის ხოლმე და ისევ და ისევ ამ ორი მხარის სხვადასხვა პოლარობების შეერთება ძალიან ცოტას გამოსდის ეს. კი, მართლა ისეთი რთული პროცესია მაგის გაკეთება. თან პოლარიზაცია პირდაპირ მიდის ხოლმე რა, რაღაცნაირად თუ ვთქვათ მეცნიერული საფუძველია, ადამიანი უკვე ვეღარ იტევს თითქოს მეორე შინაარსს და ასევე თუ მხოლოდ დაყრდნობილია სულიერს, ვეღარ იტევს ათეისტურ გადასახადს, რომელზეც სხვათა შორის ერთმა საინტერესო ადამიანმა, ვინც სულიერებაში საკმაოდ გასწავლული იყო და ვიცნობდი, მქონდა ეს ბედნიერება, მითხრა, რომ არ არსებობა ღმერთისთვისებაო და ეს რომ მითხრა და ავინახე რამდენად მრავალფეროვნად შეიძლება ამ საკითხის დანახვა და აქ ეხლა მახსენდება სამწუხარო ისევ ალბათ პოლარული რეალობა საქართველოში რაც დგას როგორ დავიწროვებულია ღვთისძიების და ღმერთის შემეცნების გზები დღეს რაღაცა ორგანიზებული რელიგიის გზით რომელიც აქტიურობს დღეს საქართველოში თუმცა ჩემი სუბიექტური გადასახედით რასაც ვუყურებ ეს ვთქვათ მისტიკური და ტრანსცენდენტული საფუძვლები და ღვთისძიება სამყაროს შემეცნება გამოცლილია და დარჩენილია რაღაც ავტომატური რიტუალისტიკა. მე ესე ვხედავ, შევწდები. ბატონო მეგრია და იგივე ღმერთთან მიმართებაშიც რომ დავსვათ ეს საკითხი, რეალურად თავარი კითხვა რაც არის, იმისთვის რომ იმსჯელო რაღაცაზე გჯერა და წამს თუ არ წამს, უნდა განსაზღვრო რისი წამს, ხო? ანუ თავად ღმერთის ცნება არ არის განსაზღვრული როგორც წესი. არ გულისხმობ ხა თეოლოგებს, ღრმა თეოლოგებს და ისეთ ადამიანებს, ვინც ამაზე მუშაობს და მართლა, რაღაცას ცდილობს ყოველ შემთხვევაში და უმეტესობას ელემენტარული გაგებაც არ აქვს, ანუ უბრალოდ ღმერთის წამს და პირჯვარს იწერს და მეტი არაფერი, ანუ არანაირი გაგება არ აქვს და კითხვაც კი არ აქვს დასმული რას გულისხმობს ღმერთში, ხო? იმიტომ რომ ხა რეალურად ადამიანმა შეიცნოს ღმერთი, იგივეა რომ შევადაროთ სხეულის უჯრედმა შეიცნოს მთელი სხეული. რა არის თავისი არსით და მით უმეტეს ფორმით. ანუ ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ღვთაებრიობა, ანუ თვისება ღმერთის გამოვლენილი სწორედ იგივე იმ ყველა უჯრედში და ყველა ქმნილებაში და ყველა არსებაში, რაც არის ჩვენს გარშემო, ხო? ანუ ყველაფერი ღმერთისგან შედგება და ყველაფერს მოიცავს. მაგრამ ეს არის უფრო თვისობრივი გამოვლინება და არა ეს ვთქვათ ფორმის ან რაოდენობრივი ჭალებში რაღაცა. ძირითადი პრობლემა ეს არის, ანუ რას ვეძებთ, იმასაც ვერ ვარქმევთ სწორ სახელს და აქედან მოდის რელიგიებს შორის მთელი ეს დაპირისპირება, გაუგებრობა და არა მარტო რელიგიებს შორის, ანუ ერთ რელიგიაშიც კი სხვადასხვა ბანაკები არის ხოლმე ხშირად ამის გამო. სამწუხაროდ კი და ეხლა რო გისმენთ იცი რაზე დავფიქრდი თვითონ ეს ჩვენი კულტურა, ქრისტიანული კულტურა, ქრისტეს პერსონა, თქვათ რამდენად საინტერესო საფიქრალია თუ დასაკვირვებელი თუ გამოსაკვლევი და ასე შემდეგ და როგორ მოჭიმულია ხოლმე ადამიანი რაღაცნაირ წესებში. მე პირადი გამოცდილებით რაც მაქვს ხა წარსულიდან არის რომ თქვათ სახარების წაკითხვაც კი იკრძალებოდა მახსოვს საყარება შენ არ უნდა წაიკითხო მზად არ ახარ ამისთვის აი ესეთი სმენია ესეთი შეგონებები და უნდა წაიკითხო არ ვიცი ან ღვთლის განმარტებული ან ჯერ წმინდა მამების მიერ ახსნილი სახარება ანუ რა გამოდის რომ ადამიანზე თითქოს ესეთი ხედვაა რომ ის მზად არ არის და თუ მზად არ არის ვისთვის საუბრობდა ეს ქრისტე არ ვიცი და ასე შემდეგ ანუ ძალიან ბევრი გაუგებრობაა და თავიდან ძალიან გულწრფელად ვიყავ მემრევი და დავდიოდი ეკლესიაში წლების მანძილზე და უსმენდი ღვთლების ქადაგებებს და ძალიან ვცდილობდი ხოლმე რომ გამომეტანა აზრი მაქსიმალურად და კითხვებსაც ვსვავდი და ნუ ვეძიებოდი რა მოგეთ ძალიან გულწრფელად ვცდილობდი ამის გარკვევას და ну, სხვანაირი შემთხვევებიც ქონია, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ ძალიან დაბეჯითებით და დამაჯერებლად რაღაცებს მეუბნებოდნენ, რომ ესე უნდა ქნა, ესე უნდა ქნა, ესე უნდა ქნა და რაღაც მომენტში ჩიხში შევედი და აღვიქვი, რომ წარმოდგენა არ ქონდა ამ ადამიანს რა უნდა მექნა. და აი მათ დავსვი კითხვა, რომ
აი ესეც გავაკეთე, ისიც გავაკეთე, ისიც გავაკეთე და თქვათ რა შედეგიც ასე ვთქვათ, უნდა დამდგარიყო წესით, მიუწტომელი დარჩა და როგორ გითხრა, მე ყო თითქოს გულწრფელობა, რომ მე გითხრა, რომ ესე იგი ალბათ არ იცის. აიგე, იმიტომ რომ მანამდე იყო, რომ აბსოლუტური ცოდნა ჰქონდა თითქოს ამ ადამიანს და ფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილების კუთხითაც დღეს ახლა რა ქადაგებებიც მომისმენია, ეს თავდაჯერება და ეს საოცარია, ის ზევიდან ქვევით საუბარი, რომ აი ექსპერტია ადამიანი, ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას მოიცავს, რომელიც, ჩემთვის ახლა უკვე ნათელია, რომ ცოტა ნამეტანია, სხვა ადამიანზე ვიცოდე, მაგალითად, სხვა შორის არსებობს ქრისტიანული ფსიქოლოგია, მართლმადიდებლური ფსიქოლოგია, თვითონ სიტყვათა შეთანხმება ცოტა უკვე მე მიყვირს, მაგრამ არსებობს რა ესეთი მოვლენა და ამ ფსიქოლოგიას ერთადერთს მიაჩნია, რომ ადამიანს რა ჭირდება და რა უნდა, ეს წერია ბიბლიაში და არა თვითონ ადამიანში. ბატონო და კიდე დავამატებდი, რომ რეალური ცოდნა და რეალური ესე ვთქვათ ცოდნის ადამიანი იყო ერთ-ერთი მაგალითად სოკრატე, რომელიც იცავდა, რომ ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. ანუ რეალურად ამის შემეცნებით და ამ ხრივ თავმდაბლობით იწყება ნებისმიერი ცოდნა. და თუნდაც ხა მე კი თავს ვეძახი სულის მეცნიერი, მაგრამ რეალურად ანუ სინამდვილე რეალობა არ ვიცი, ხო? ანუ ვიცი მხოლოდ მოდელები, გარკვეულ ლოგიკაზე და გარკვეულ გამოცდილებებზე დაფუძნებული, არა მარტო ჩემი სხვა ადამიანების და ასე შემდეგ და რაღაცნაირი ლოგიკური კავშირები ჩეკული და სადღაც რწმენაც არის, ანუ რაღაცა შეიძლება ვერ დავადასტურო, მაგრამ ვერ დავამტკიცო ესე ვთქვათ, მეცნიერულად და ფაქტობრივად, მაგრამ რწმენის დონეც არის აქ, მაგრამ ვერასოდეს ვერ დავაყენებ ჩემ თავს იმაზე მაღლა, ვთქვათ, ვინც არ იცის და კითხვას სვავს იმაში, რომ აი მე ეს ვიცი და დარწმუნებული ვარ. რაღაცაში შეიძლება კი ბატონო, რაც ახლა იგივე ფსიქოლოგიას ეხება და დადასტურებული ფაქტია, კი ბატონო, როცა მისტიკას ეხება საქმე, აქ რაღაცა ხელისცეცებით დავდივართ რა, ანუ რეალური ცოდნა ამასთან დაკავშირებით ისევ მოდელებს ეყრდნობა, გარკვეულ ცოდნის მოდელებს, რომლებიც არ ნიშნავს, რომ ცუდია, ანუ ეს არის ორიენტირი. ეგეთი გამოთქმარი, რუკა არ არის ტერიტორია, ხო? მაგრამ ყოველთვის უნდა ვეძებოთ კარგი რუკა, რომ მიგვიყვანოს ტერიტორიამდე. ვერასოდეს ვერ იქნება ეს ტერიტორია, მაგრამ რაც უფრო ზუსტია და რაც უფრო ახლოს არის სიმართლესთან, მით უფრო ესე ვთქვათ, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მინიმუმ საწყის ორიენტირად, ანუ იმისთვის, რომ შევამოწმოთ ჩვენ თვითონ და განვსაზღვროთ რამდენად სიმართლეა. ეგეც მე მგონი, აღარ მოსწონს არისტოტელემ თუ სოკრატემ თქვა, რომ რეალობა თავის თავს აი ამ ცდის ჩატარების დროს ამჟღავნებს. ანუ თქვათ გაქვს ჰიპოთეზა, რომ ეს რუკა სწორია, ხო? და იმ ტერიტორიაზე რომ მიდიყვას, გამოირკვევა, რომ რუკა სწორი იყო. ასე ვთქვათ რა, ანუ რეალობის გატესტვა აი ამ გზით ხდებაო. და კვანტური ფიზიკაც კი მაქამდე მივიდა, რომ რეალობა არ არის რაღაც ფიქსირებული და ძალიან ცვალებადი ტალღურია და ასე შემდეგ, ანუ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ზოგადად მეცნიერებაშიც თანამედროვე აღმოჩენებმა. ეხლა იცი რო გისმენდი რა მომიტივდა, რომ ჩვენ ყავს ერთი ძალიან დიდი გენიოსი რა ფსიქოლოგიის სფეროში საქართველოში დიმიტრი უსნაძე, რომელს განწყობის თეორია შექმნა და ეს განწყობის თეორია ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე, რომ კარგ ხასიათზე ხარ, ცუდ ხასიათზე ხარ, აი ამის თეორია. იმიტომ რომ სიტყვა გავს და რეალურად საერთოდ არ არის. რეალურად არის წყობა, რა წყობით, რა შინაგანი მოწყობით ვეკონტაქტები გარესამყაროს. ეს არის განწყობა. ანუ წყობა უფროა ვიდრე განწყობა. აი განწყობილებისკენ გაყავს ამ სიტყვას რა. აი წყობის თეორია და ეხლა ნახე შენ რასაც ეხლა აღწერდი, ეგ არის წყობა, სადაც მე მაქვს შინაგანი მზაობა, რომ რაღაცები არ ვიცი. ეს რას ნიშნავს ეს მზაობა, რომ ვისწავლი. კიდევ ვისწავლი და მე მგონი ეხლა თავისით მოხდა ფენომენზე შეხება, რა პრობლემა აქვს დღეს საქართველოში, მოდი პირდაპირ ვიტყვი მართლმადიდებლურ ეკლესიას. იმიტომ რომ საერთოდ ვფიქრობ, რომ რაღაცა რომ განვითარდეს, კრიტიკა უნდა მიიღოს აბა. მე არ ვფიქრობ, რომ მუდმივად რაღაც როგორ გითხრა, მლიქვნელური დამოკიდებულება, რომ აი ყველაფერი კარგად არის, დედა რა ბედნიერები ვართ, ესე პოზიტივიზმი არ ღირს. აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი კულტურული მნიშვნელობა ჩვენს ეკლესიას, მაგრამ ამაზე მხოლოდ შეხედვა და იმის არ დანახვა, რომ ნახე, აი ეს განწყობა ჩაიხშო. ეკლესიამ მოიტანა განწყობა, რომ ჩვენ ვიცით, ყველაფერი ვიცით. ცოტა ნარცისულია, ნახე, არა და ქრისტიანობაშივე არის აპარტამენტებზე აქცენტი გაკეთებული, მაგრამ აი ჩვენ ვიცით, მარტო ჩვენ ვიცით. მარტო აი ღვთისმრჩეულიერი ვართ, ღვთისმშობლის წინხედვი ვართ, ეს კონსტიტუციაში შევიტანეთ.
ხო და აი მე მგონი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ძაღლის თავი დღეს, რომ თუ ყველაფერი იცი, ვეღარ სწავლობ, ჩაიკეტა სისტემა. და ფსიქოლოგიური კუთხით რა ვთქვათ, ეს ყველაფერი არის რაღაცნაირ თავდაცვა, ამ დაცვის მექანიზმია, იგივე გარკვეული ცოდნა რაღაცაზე გიცავს ამ ეს ვთქვათ მისტიური და რაღაც კუთხით ძალიან ხვალხანია დუალობა. და როგორც საშიშია ეს ამბავი, ასევე ლამაზი და ესეთია. სწორედ კასტანი და ამბობდა, რომ ადამიანად ყოფნის ეს ვთქვათ ბედნიერებას და უბედურებას ის არის, რომ ერთდროულად მოიცავს ამ სამყაროს რაღაც საშიშობას, ანუ რაღაცნაირ შემზარავობას და მეორე მხრივ აღტაცებას მისი სილამაზით და ადამიანს დიალოგ უწევს, რომ ეს ორი პოლარობა გააერთიანოს, რაც ძალიან რთულია, მით უმეტეს თუ საქმე ეხება დიდ სიღრმეებს, ანუ რაც უფრო მაღალია სიღრმე, მით უფრო დიდია დაძაბულობა ამ ორ პოლუს შორის. ბატონო, ანუ ეს როგორ გითხრა, დაცვის მექანიზმი არის გამოხატული ახლა როგორც ვთქვი, თუ ვიცი, ნახე, ეს ვიცის პოზა არის, რომ აი ყველაფერი მყარია სამყაროში მაგ შემთხვევაში. და კი, არსებობს ცოდნა და არის სიმყარე, მაგრამ ამავდროულად თან არსებობს არცოდნა და ეს მოქნილი სამყარო, რომელიც იმდენად ხდება, რომ აი კვანტური ფიზიკიდან რომ ამოვიტანო, რაღაც ალბათობა იმისიც კი არსებობს, რომ რაღაც მოხდეს და საერთოდ გაქრეს ყველაფერი. მე წამიკითხავს ამაზე, რომ აი კვანტური ნახტომი თუ გააკეთა თუ რაღაც ზუსტად ეხლა მე მეცნიერი არ ვარ ფიზიკის კუთხით და მიჭირს რომ ზუსტად თქვა, მაგრამ რაღაც ეგეთიც კი არსებობს, რომ აი ძალიან დაბალი ალბათობით, აი 0.00 რაღაც Googleplex 0.1% არის, როზე და გაქრეს ყველაფერი. იმდენად მოუხელთებელია რა, ესეც არის. და რაღაც კუთხით კოლექტიური, ესე ვთქვათ, შეხედულება კოლექტიური აღქმა სამყაროში ქმნის ამ რეალობას, სწორედ ანუ ადამიანთა დიდი მასის რწმენა ქმნის იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობთ. და ეს ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ასევე ცუდია, იმიტომ რომ ნაკლებად ცნობილი ადამიანი რა რეალობას შექმნის, გასაგებია ისიც. და უფრო ხშირად ეგრე ხდება, ეგეც ისევ ენტროპიის კანონით უფრო ხშირია ესეთი საკეტილი განწყობის ქონა, არა და საოცარია, რომ ეს განწყობა ზუსტად ქართველ მეცნიერმა შემატა ფსიქოლოგიას და ეს ყველგან აღიარებულია, განწყობის თეორია არ დარჩა სკოლა, რომელიც არ აღიარებს და ნუ რაღაც განათლების მაღალ საფეხურზე მყოფი ფსიქოლოგი არ არის მსოფლიოში, ვინც უზნაძე არ იცის ამის გამო. იმიტომ რომ ეს განწყობა არ არის მხოლოდ ცნობიერი მოვლენა. ის ქვეცნობიერებამდე აღწევს, არაცნობიერში ჩაედინება და გამოდის, რომ ზრდისა და გაუმჯობესების რესურსს ეს ატარებს ზუსტად. და ამ ხრივ მინდა გამოვყო ერთ-ერთი ესე ვთქვათ ჩემი აზრით მინუსი, რაც არ მომწონს იგივე მართლმადიდებლობაში, არა მარტო რელიგიაში ეს თემა, რომ ჩვენ აპრიორი დავიბადეთ ცოდვილობის თემა, ასე ვთქვათ და დანაშაულის ხსნობით მანიპულირება. კი ბატონო, ანუ დანაშაულის ხსნობით იმართება რეალურად ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერშია და ამის ჯერა, ხო? და დანაშაული ყოველთვის წარმოქმნის შესაბამისად ცოდვას. ანუ ამ ორ პოლარობას შორის ისევ და ისევ მერყეობს ადამიანი და ნუ იგივე ვთქვათ რაღაცას ჭყალებში დააშავებს, შეიძლება ხა მართლა ადამიანმა გააფუჭოს რაღაცა და სინანული კონდეს ამის გამო, მაგრამ ამ ცოდვების საკმაოდ დიდი ნაწილი არის თავსმოხვეული და იგივე ხა რაღაცა რო არ უნდა წაიკითხო, სადღაც 15 წლის წინ წავიკითხე, აღარ მახსოვს სხვაში სადღაც ეწერა მოკლედ, რომ შტაინერის მოძღვრების წაკითხვა ითვლება ერთ-ერთ ცოდვად. და ესეთი უამრავია, ხო? ანუ ნებისმიერი ის წიგნი თუ ის ცოდნა, რომელიც ეწინააღმდეგება გარკვეულ იდეოლოგიას, ფაქტიურად არ უნდა წაიკითხო, ხო? არა, ამ შემთხვევაში სად არის კრიტიკული აზრი, სად არის რეალური ძიება და სად არის რაღაცების ურთიერთშეპირისპირება, რის გარეშეც ვერ დადგება ჭეშმარიტება, ხო? სხვა შორის ეხლა ვკითხულობ ჰერმან ჰესეს ძალიან კარგი წიგნია ამ ხრივ თამაში რიოში მარგარიტებით ქართულად ესე ითარგმნება და ფაქტიურად ამ მაგისტრების თამაში, მთავარი უმაღლესი თამაში რაც არის ის, რომ არის თეზა და ყოველთვის ამ თეზას უპირისპირებენ ანტითეზას და მიდიან იმ დიალექტიკურ ჭეშმარიტებამდე, რაც
ამ ორ საწინააღმდეგო თქვათ თეზას აერთიანებს, ხო? და ეს არის მათი თამაში, მათი ესე ვთქვათ სულიერი კაიფი, კარგი გაგებისთვის. ხო, თამაში სხვათა შორის ძალიან საინტერესოა თვითონ როგორც მოვლენა, ხო? რომ აერთიანებს ხა რასაც გისმენთ, მე არ მაქვს სამწუხაროდ ჯერ წაკითხულეს თესესთან ზითარტას უტრიალებ ახლა და მოხიბლული ვარ, რა თქმა უნდა. ვაკვირდები ახლა გენიალურია ზითარტაც. კი. აი ამ ორი შინაარსის ჩატება რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანში და სხვათა შორის იუნგი გიყვარს შენ და იუნგთან მაქვს ამაზე ასე ვთქვათ პატარა კვლევა ჩატარებული. ხა მე რო ვთქვა რომ იუნგი შევისწავლე ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება იქ იმდენი რამეა რომ მთელი ცხოვრება გავაგრძელებ. კი, მაგრამ რაღაც ნაწილი საკმაოდ ისე დავაკვირდი და მაინტერესებდა და აი ეს ნახე არქეტიპში გასვლის ასე ვთქვათ ფენომენს რო აღწერს ზუსტად ეს არის ნახე აი ვთქვათ ადამიანს მოსწონს სიკეთე მოსწონს ღვთაებრივობა მოსწონს სულიერება ხო და ეს თან ძალიან ისეთი ავთენტური სურვილია ადამიანში რა სიკეთე და ამით ძალიან ბევრი რელიგია манипуლირებს და ის დანაშაულის განცდაც რომ მე რამე არ დავაშავო ესეც აი ამ სიკეთიდან მომდინარეობს და აქ იჭერენ რა სულებს ასე ვთქვათ ესე რო თქვა და ნახე იუნგთან როგორ არის როგორც კი დაკარგავს ეს ადამიანი უნარს რომ შეიგრძნოს რომ მასში არის ჩრდილი გარდა ამ ღვთაებრივისა და იცდილობს რომ მთლიანად სინათლეში გავიდეს და ეს ჩრდილი იზრდება და ზუსტად მან მოდის მერე ის რასაც ესე გაუგვის ის ჩრდილი არაცნობიერად მერე შეიძლება გაძლიერდეს და კატასტროფები გამოიწვიოს არადა სწრაფვა ზუსტად ეს აქეთკენ სინათლისკენ იყო რა ანუ რა ხელმისაწვდომია ინტეგრაციას ტერმინი თუ გაუგებარია ვიტყვი აი შემოერთებას იმისა რომ ადამიანი ვარ რა კი სიკეთისკენ სწრაფვა არის ჩემში მაგრამ იქ არის ჩრდილი და ჩრდილი არ არის ბოროტება იმიტომაც არ დაარქვა ბოროტება იმმა დარწმუნებული ვარ ჩრდილია ანუ ანტითეზაა რომელიც ნაწილია ამ ყველაფრის ხო და გახლიჩლობას იწვევს ეს რეალურად ადამიანში ანუ იგივე ფსიქოლოგიური პრობლემების 99% მაგით არის გამოწვეული რომ შინაგანი დაპირისპირება არის თან ბევრ დონეზე, ანუ მარტო ერთ რაღაცაში კი არა, უამრავ დონეზეა ეს. და მათ შორის ერთ-ერთი ჩრდილის თემა, ასევე ქალური და კაცური საწყისის ანიმას და ანიმუსის დაპირისპირება და მით უმეტეს ახლა რელიგიაში ქალური საწყისის დათრგუნვა გინდა არ გინდა ამას განაპირობებს, ანუ შეიძლება თეორიულად არ აღიარებენ ამას, მაგრამ ფაქტობრივად პატრიარქატი ზოგადად გულისხმობს მაგას, ანუ კონტროლს ქალური საწყისის და რაღაცნაირ დაკნინებას. ისევ და ისევ ვიმეორებ ფაქტობრივად ესე გამოდის. ანუ შეიძლება არ უნდათ ესე, არ გულისხმობენ ამას, მაგრამ ფაქტია ეს შედეგი მივიღეთ. იცი რა, ფაქტია რომ შედეგი მივიღეთ. თან რაღაცები მახსენდება ეხლა რა, მაგალითად იოანე დამასკელს, რომელიც არის ქრისტიანული მართლმადიდებლური თეოლოგიის საფუძველი, მთლად პირველ წყაროა, აქედან წამოვიდა წამსი და ყველაფერი. უწერია რომ ღმერთს მხოლოდ იმიტომ ეძახით მამას რომ ოდანავ მიუახლოვდეს ადამიანის გონება, მაგრამ ის იმდენად არ არის მამა, რომ შეგვეძლო დედა გვეწოდებინა. იმისათვის რომ გაგვეგო რომ მამისგან ძალიან განსხვავდებაო, რომ ეს არის მისი სიტყვები, მაგრამ ეს ახლა მე რასაც ვამბობ, არსად არის სწავლება. ასევე უწერია, ღმერთს იმიტომ ეძახეთ ჩვენ სინათლეს, რომ ცოტა ადამიანის გონება მიუახლოვდეს, მაგრამ უწერია, რომ იმდენად განსხვავდება სინათლისგან შეგვეძლო სიბნელე გვეწოდებინა და ასე შემდეგ რა, ანუ იმდენად პირობითია ეს. მაგრამ პატრიარქატს უსხავენ წყალსამით, რომ მამა. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ დავპოსტე არამეულ ლოცვაში, მამა უჩვენოს არამეულ ვარიანტში. ზუსტად არ მახსოვს ეგ სიტყვა, რა სიტყვა არის გამოყენებული. რეალურად ნიშნავს ერთდროულად მამას და დედას. ანუ სუფი მკვლევარები და მკვლევარები ამბობენ, რომ რეალურად ეს ორივეს აღნიშნავს ერთდროულად და არა მხოლოდ მამას, როგორც მიღებულია თან. როგორც შობელს აღნიშნავს. რელიგიაში კი. შობელს, ანუ ერთდროულად კი. კი და თითქოს ესეა თან იქ კიდე არის რა თქმა უნდა ის თემა, რომ ქრისტე მიტირა და ეს აშკარად გამოვლენა არის მასში ქალური ანიმუსის ანუ თავისუფლების, ხო, იმიტომ რომ ადამიანს ტირილი რო ეკრძალება, წარმოიდგინე უკვე რა არის, მაგრამ კულტურა, რომელიც ქრისტიანობიდან ამოვიდა, მაინც ამბობს, რომ მამაკაცი რო ხარ, არ შეგშვენის ეს სისუსტე გამოავლინა ისა და შორს რო არ წავიდე, პირდაპირ ეკლესიის ეზოში მაქვს მოსმენილი დიალოგი და ხო იცი, რომ აი ბავშვი როგორც აღიქვავს, რა ხდება? ამაზე ზუსტი აღქმა არ არსებობს. ძალიან კარგად აღიქვამენ ბავშვები სად არიან.
და გოგონა და ბიჭუნა ისხდნენ 5-6 წლის. თან საუბარი მაქვს თბილისში, ძალიან ესე ცენტრალურ ეკლესიაში, სადაც ძალიან კარგი მღვდელი იყო, მართლა. არის მათ შორის დიდი სხვაობა და საბედნიეროდ არიან მღვდლები, რომელიც მაგალითად ეს მღვდელი ხარ, რომ აქ ამბობდა, რომ წაიკითხეთ წიგნები, მე რა უნდა ვიქადაგო, წაიკითხეთ ქრისტემ რა თქვა და ასე შემდეგ. აი პირდაპირ ასე ვთქვათ, ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გარდაიცვალა, ძალიან გული დამწყდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, იმიტომ რომ აი თავისუფლებას გადაგებდა და მიუხედავად ამისა, ნახე, ახლა ლოკატორები ბავშვებს რო აქვთ, ეგეთი დამჭერები ჩვენ არ აგვაქვთ დიდებს და ისხდნენ ეს გოგო და ბიჭი და ბიჭი ეუბნება 5-6 წლის ბავშვები. ის შენ იცი რომ ქრისტიანულად ბიჭი უფრო მაგარია. და ეს გოგო აი როგორ გითხრა და არაო, იმან გოგომ თქვა არ არის ეგრე, გოგოც მაგარია. აბა წამოდიო მღვდელს უთხრათ ამ ბიჭმა. ნახე და 5-6 წლის ბავშვები ამას ლაპარაკობდნენ. და ძალიან გარედავი შევხედე, ძალიან შემეხო, იცი? ხო. ფაქტია, რომ ეს ისწავლეს იქ. იმ ეს აღბეჭდილია კოლექტიურ ცნობიერებაში. სწორედ კოლექტიურ არაცნობიერებაში. ნაცნობიერებული რომ იყოს. კიდე რაღაცას ვიზამთით. ხო, სამწუხაროდ ესია და როგორც მამაკაცში იდევნება ხოლმე ქალური გამოვლინება, არა და ხიდია ეგ. მამაკაცში რო ქალურობა არ ყოფილიყო და ქალში ცოტა კაცურობა, საერთოდ კონტაქტში ვერ შევალთ ერთმანეთთან რა. მე ვერ წარმომიდგენია. ისე ქალში იდევნება ხოლმე მამაკაცური მხარე. რომ აი, ქალაბიჭა ხარ და აბა ეს და აი, ეს დევნა საერთოდ არის რაღაცნაირად წახალისებული რა. ნუ ქრისტიანულია თუ არ ვიცი რომ ესე მოხდა. სხვათა შორის ბოლო პერიოდში, ანუ ქალში კაცური მხარის წამოწევა უფრო მარტივად მოხდა და რეალურად ქალი უფრო გამთლიანდა ამ მხრივ, ანუ ორივე ეს პოლუსი რაღაცნაირად იპოვა, გამოიყენა და უფრო განვითარდა კიდეც და თუ დავაკვირდებით სხვა ტრენინგებს და ეს თქვა განმავითარებელ პროცესებს ქალები გაცილებით უფრო მეტად გადიან. გაცილებით შეიძლება ითქვას, რომ 80-90% ქალები არიან ხოლმე სხვა კურსებზე, ხო? და კაცს ძალიან უჭირს დღესაც თავისი ანიმას მიღება, თავისი ქალური მხარის მიღება, დანახვა და მით უმეტეს ინტეგრირება. საინტერესოა, ახლა თან შენ გარო მოვისმინე ეს დაკვირვება, ოკეი? ანუ ფაქტია. კი. ესეა. კაცს ამ ხრივ უფრო მეტად უჭირს. ისევ და ისევ ამ წნეხის გამო და ამ აღზრდის გამო, რომ კაცმა არ უნდა იტიროს, კაცმა რაც ქალურით ვისე ქალი ხო არ ხარ და ნუ ქალსაც ეუბნებოდნენ ადრე. კი ბატონო და ქალსაც ეუბნებოდნენ ადრე, ბიჭი ხო არ ხარ, მაგრამ შეურაცხყოფა არ არის. არ იყო შეურაცხყოფა. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ უფრო მოწონდა თვითონ ქალსაც ავალაფის. რა არის მაინც ეს ანიმა ასეთი? აი შენ როგორ ხედავ, რომ აი ესე იდევდება და ანიმას დაბრუნება, ფაქტობრივად თან ჭრდილზეც ვლაპარაკობთ სადღაც, აი რას შემოიტანს. ანიმა რეალურად არის ჩვენში ქალშიც და მომდაცშიც ქაოსი, რასაც ქვია, სიბნელე, ინიდაიანი, ხო? როგორც დაოსიზმში, ანუ ინი არის ქალური მხარე, ის რაც ბნელია, ბნელი იმ კუთხით, რომ შეუცნობელი რეალურად. ამიტომაც რეალურად მამაკაცებს თავისი ქალური მხარისაც და ზოგადად ქალის არსის ეშინი, ანუ ქალური ღვთაებრივობის ესე ვთქვათ. რეალურად შიში აქვთ, იმიტომ რომ ეს არის სწორედ გაურკვევლობის შიში, ქაოსის შიში. და კაცური მხარე არის წესრიგი, ესე ვთქვათ, ის რამაც ღერძი უნდა შექმნას, რამაც ცენტრირება უნდა მოახდინოს და სწორედ ამ ორი საწყისის ურთიერთ რაღაც სინთეზი წარმოადგენს გამთლიანებას. და ორივე საჭირო, ორივე საწყისი აუცილებელია ორივე სქესში, ანუ როცა ანიმაზე და ანიმუსებს ვსაუბრობთ, არ აქვს მნიშვნელობა სქესს რეალურად, ანუ ორივე უნდა მოახდინოს ორივეს ინტეგრაცია. უბრალოდ ერთთან წამყვანი ისევ და ისევ სქესს მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება კაცში იყოს ანიმა წამყვანი და ანიმუსი რაღაცნაირად დასუსტებული, ანუ პასიური, ხო? და ქალში პირიქით, ანუ დღეს უკვე სქესს ამ მნიშვნელობა არ აქვს. ადრე იყო უფრო მეტად იგივე იუნგის დროს, როცა მამაკაცები უფრო მეტად მამაკაცურები იყვნენ თავის გამოვლინებაში და ქალები უფრო ქალურები. და დღეს ეს საზღვარი პრინციპში წაიშალა და ამას თავისი მინუსებიც აქვს და პლუსებიც აქვს, ანუ ამ მხარეს თვითონ.
იცი რა, რამდენად საინტერესო რაღაცები მახსენდება, ეხლა რომ გისმენ რა, რაღაცა მასტიმულირებს შენი საუბარი და ორი რაღაც გამახსენდა. ერთი ის, რომ თერაპიულ პროცესში თუ ადამიანი დაიბნა, ითვლება, რომ კარგად მიდის პროცესი, იმიტომ რომ თუ არ დაიბნა და გეშტალტშიც თუ არ დაიშალა, ანუ სხვანაირად როგორ ვთქვა, ინგლისურად არის დისოცირება რა. აი მოკლედ რაღაცა კონსტრუქცია აქვს ადამიანს აგებული რა, რატო იმაზე არის მობღაუჭებული. და ის კონსტრუქცია ასეთია თუ ისეთია, ნათელია ხოლმე ესეა რაღაცაა რა, რწმენაა თქვა თან რაღაცაა და მობღაუჭებულია და თუ დაიბნა ნიშნავს რომ ეს ცოტათი მორბიდია ეს დაბღაუჭება. და ზუსტად მან იბადება ხოლმე ინსაიტი, ეგრეთ წოდებული, აჰა განცდა რომ აი ნახე, ოღონდ იბადება. ანუ თუ ადამიანი ეცდება რომ გადაახტეს დაბნევის ფაზას, არაფერი არ ხდება. ამიტომ თერაპიის ძალიან კარგი სიმპტომად ითვლება, რომ მოვიდა ადამიანი რაღაცა ისაუბრა და რაღაც მომენტში დაიბნა. თუ დაიბნა, ესე იგი რაღაც ახალი მოდის და ზუსტად სიახლის დაბადებასთან არის ეს. რაღაც რეალურს ეხება ამ დროს, ანუ ნამდვილი ეგ არის, სწორედ. თუ არ დაიბენი მოკლედ და თუ რაღაც დაბნეულობაში, არარაში, თუ ქაოსში, თუ რაღაცაში ცოტა ხანი არ დაყავი, ვერც სიცხადე ვერ მოდის რა, ესენი ერთად მოქმედებენ ხოლმე. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, ბევრი წლის წინ მოხდა. სამი ადამიანი ვისხედით ბუნებაში, ესე რაღაცა ჯირკივით ხის მორი რა და დააჯდა ამ მორს ბზიკი იყო პორცები და ნუ ერთ-ერთმა დაადო შუშის ჭიქა და გააკეთა ისე რომ ღერიჭო დაუტოვა ანუ მორს რაღაცა ნამრალებით ხო აქვს და ცოტა გაწია რომ თან გასაქცევიც ქონოდა ამ ბზიკს და ალბათ უკვე რას იზამსო ანუ და სამივე ესე უყურებდით და თან გულშემატკივრობდით რა გვაინტერესებდა თუ დაიძვრენდა თავს. და ეს ბზიკი სინათლეს აწყდება რა თქმა უნდა პირველ რიგში ზემოთმის სინათლისკენ და ჭიქის ესე ვთქვათ შუშას ასკდება და ნუ ვერ გადის ხო ფაქტია და ბოლოს დაიღალა რაღაცნაირად დავარდა და გაჩერდა ცოტა ხანი გაჩერდა და უცებ დავუკვირდით რომ აი წავიდა სიბნელისკენ ანუ ქვემოთ ნაპრალისკენ და იყო გამოსავალი ეგ ჩემთვის ისეთი აღმოჩენა იყო და ისეთი ინსაიტი იყო და რაღაცა ძალიან დიდი მასალა მაშინ და რაღაც კუთხით ჩემი კვლევის და ეს კოციების მიმართულება საერთოდ სხვა მიმართულებითაც წაიყვანა. იგივე ჩემი ჩრდილების გაცნობიერების და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა რომ გააზიარე, არაჩვეულებრივი ის არის მაგალითი რა როგორ მუშაობს. პირდაპირ გვასწავლა შეიძლება ითქვას, ამაზე სხვათა შორის კვლევები მიდის ახლა გეშტალტ თერაპიაში, ნუ ჩემი ბექგრაუნდი თავის აშუქება რა თქმა უნდა, ნუ ძირითადად გეშტალტ თერაპევტი რო ვარ, ძალიან საქმის კურსში ვარ, იქ რა ხდება რა, მაგ სკოლაში და ფენომენოლოგიას სწავლობენ და ახლა გვარი არ მახსოვს, რომელმა კვლევარმა და თან გეშტალტ თერაპევტმა აღმოაჩინა, რომ ცვლილება დგებოდა ადამიანში დანებების მერე. აი მოვიდა სიმპტომით, ხო? რაღაც სიმპტომია და ბრძოლა მიდის, რომ რაღაც გამოვსწორდე, ეს აღარ ვქნა, ის აღარ ვქნა და ბრძოლა იბრძვის ადამიანი. წლების მანძილზე შეიძლება იბრძვის და ხანდახან გაუცნობიერებლად თერაპევტის ერთობა ბრძოლაში. ეს ურჩიო, ის ურჩიო, ეს უთხრა, ეს უთხრა და ორივენი ძალიან როგორ გითხრა, აქტიურად იბრძვიან. მე თვითონ გამოვცადე ეს ჩემი პრაქტიკიდან და რაღაც მომენტში არის, რომ არ გამოდის რა. და აი დანებდებიან ხოლმე და ეგ მომენტი რომ აი ზუსტად ის ბზიკი მახსენდება ახლა მან იწყება ხოლმე ცვლილება. აი რო შეასკდება უკვე გედელს რა. ცხოვრებაშიც ესეა. აი რაღაცებს გვასწავლის კულტურა ესე წადი ისე წამოდი და ჩიხში მეც წეღარა მოვყევი. რომ მივხვდი რომ არ იცი სამ ადამიანმა, აი გულწრფელობა მეყო რა. რომ მეუბნება ესქენი ისქენი, მაგრამ ხვდები. და მაგასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ თქვა ეს თემაც რომ რაც რელიგიებში აქტუალური და მათ შორის ჩვენ რელიგიაში არა მარტო პრინციპში, ხო? სექსუალობის დათრგუნვა და ამ ხრივ ადამიანის გახლიჩა და სულ მახსენდება ფილმი ვიღაცამ კუკულის ბუდეს გადაუფრინა ხო ქართულად ესე აგნეს ის ექთანი რომელიც მანიპულირებს დანაშაულის ცნობით და ნუ ერთ-ერთი პაციენტი თავსაც იკლავს მაგის გამო, ანუ სწორედ სექსუალობაზე ესე ვთქვათ დანამუსებით და დანაშაულის ცნობის გაღვივებით და გაზრიერებით, ხო? ისედაც კოლექტიურად დაფრინავს ესე ვთქვათ ეს დანაშაულის ცნობა ჩვენში, რომ დავიბადე უკვე ცოდვილი ვარ, ხო? და ამას ემატება კიდე რავი 1000 ტაბუ, 1000 აკრძალვა და ამ შემდეგ განსაკუთრებით
პრინციპში ეს ეხება ასევე ქალებს. კი. ქალურ სექსუალობის დათქომა ზოგადად რაც გავრცელებული. ანუ არ გულისხმობ ზოგადად იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს ამორალური და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, ეგრე ისიც ნახე რა საინტერესოა რომ ხა ამას ამბობ. თავისთავად ადამიანს უკვე აქვს თავისი მორალი და საზოგადოებასაც აქვს უკვე თავისი მორალი. იგივე ან საერთოდ არ არსებობდნენ რელიგიები, არსებობენ კულტურები, სადაც საერთოდ არ არის რელიგია, მაგრამ თავისი კონკრეტული მორალი აქვს. რა თქმა უნდა, საერთოდ საერთოდ წამოვიდა ჯერ ხო განვითარებელი იყო ადამიანი და ეს მორალი მასში რო არ დაბადებული იყო, საერთოდ არაფერი არ იქნებოდა ესეთი. და შეიძლება ესე ითქვას, რომ ერთ ბაზარზე კონკურენტები არიან რელიგია და პორნოგრაფია, იმიტომ რომ ერთი იწვევს მეორეს. ვაი. კი, ესეც პოლუსები არის ხო რაღაცნაირად. კი, ერთი ბაზრის ორი სხვადასხვა მხარეა რა და ერთმანეთს აძლიერებენ შეიძლება. კი, ადიქციური მომენტი ორივეგან არის თან და ისიც რომ ვუყურებ, მაგრამ არ ცხოვრობ. იქაც ესეა, რომ აქ არ იცხოვრო, იქით ცხოვრებაში რაღაცები იქნება და აქ კიდე არის უყურე სხვები როგორ ასე ვთქვათ, кайფობენ ამ ყველაფერს, შენ უყურე. ანუ მაყურებლის როლში ტოვებს რაღაცნაირად თითქოს. ეხლა დავაკავშირე პირველად ეს ორი ერთმანეთს და მადლობა. ეხლა მქონდა ერთი საინტერესო ხაზი, რაც გამახსენდა რომ გისმენდი. აი ამ სექსუალობის დათქმასთან დაკავშირებით იცი რა ვიფიქრე, რომ ქალის რადო დაითრგუნა რა, როგორც ჩანს ნახე სადღაცა რომელიღაცა რგოლი უნდა დათრგუნულიყო, რომ უფრო მეტად ეკონტროლებინათ და ეხლა კაცი რო დაეთრგუნათ, მაშინ გამრავლება გაჩერდებოდა რა. იმიტომ რომ ქალის სექსუალობა ძალიან ტაბუირებულია და ძალიან ჩაწიხლულია იმდენად, რომ რაღაცები მახსენდება თან ეხა აი მოარული რაღაცები, რომ ქურდი ვერ გახდებოდა ქალი, იმიტომ რომ სექსის დროს პასიურ როლშია რა და რას ქვია ეხლა მაშინ ქურდი ვერ გადა იყვნენ ვიღაცა ქალები თურმე მუსიკაჩიობდი ძველ ხალხში რომ აი ქურდი უნდა ყოფილიყო და ვერ ხდებოდა იმიტომ რომ რა ვქნათ ქალიაო რა და იმ ქურდებზე აღარაფერს ვამბობ ჰომოსექსუალები რო იყვნენ და მალავდნენ ამ თავის სექსუალობას და ესეთი როგორ გითხრა წვალება მიდის ეს ყველაფერი არის ადამიანის წვალება და დათრგუნვა იწვევს იგივე თუნდაც მამათ მავლობასაც ყველაფერს ეკლესიებში მათ შორის და პორნოგრაფიაზე ადიქციაც ძლავრი შეკავების მერე იწყება ადიქციები საერთოდ იმიტომ რომ საერთოდ ეს რომ გაუშვა ცხოველი რომელიც ბუნებაში დადის ხო სექსუალური მანიაკი ცხოველი მე არ გამიგია შენ თუ გაგიგები მაგრამ სამაგიეროდ გალიაში თუ გამოაწყდებ იქ არის ვიდეოებიც არის რომ კედელს რომ რაღაცნაირად ეხახუნება და იმიტომ რომ არ არის ეს მისი გარემო იცი ან ჩაკეტილობაში და ამ რაღაცაში ყოფნა და ურევს მერებს იქიდან აი ეს არის სამწუხარო და ესეთ ჩამკეტავ სისტემად ეხლა ნახე მთელი ჩვენი დიალოგის მანძილზე მახსენდება რომ ეს ყველაფერი ასე ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ ჩვენ რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვიყოთ კლასიკური გაგებით რაც და საქართველოსია ხო აი შიში გვექნებოდა ვაიმერებსო აიმე ეს რა ვთქვი ეს ამოყვებოდა რა მიხდი ხო ეს ამოვა კრიტიკული კომენტარებიც და ალბათ რა არა ვშავს კრიტიკა მე მიყვარს იმიტომ რომ ცეცხლია რაღაც კრიტიკა მეც მიყვარს მაგრამ პრობლემა ის არის რომ მოდის ხოლმე ლანძღვა შეურაცხყოფები ანუ ჯანსაღი კრიტიკის კულტურა განაკლებად გვაქვს მე ვთქვი რომ ამეტებდნენ მეთქი სექსუალობის დათრგუნვას ქრისტიანულ კულტურაში თქო, ანუ რომ ეკლესიებში და იმაში და მე მეთქი ადამიანი, იმიტომ რომ ნახე არაცნობიერი როგორ მუშაობს, ესე კი არ მუშაობს შეკვეთით რაღაცეებზე, რომ აი საერთოდ ცუდია, მაგრამ ქმართან კარგია პირობითად. ესე არ მუშაობს, იქ მუშაობს, რომ ცუდია. ეს არის მე შემთხვევები, რომ ყავს ადამიანს ქმარი, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ძალიან არის ეს დათრგუნული და ეს რო ვთქვი ცოტა ხანში წამოვიდა კომენტარები. აიო, ფსიქოლოგმა ტასო გიგემ თქვა, რომ ქუჩაში გადითო და ვინც მოგეწონებათ, მიახტით ყველას. და სად თქვია? მე თვითონ უსმინე თავიდან, რომ რაღაცა ხო არ თქვი მეთქი, ანუ გამიკვირდა. ყველა უძველეს რელიგიაში სექსუალობა არის ღვთაებრივი. მეტასის ფორმა. მით უმეტეს ნიშნავდა, რომ ეს არ არის გარყვნილება და ანუ ამის შესახებ იყო ცოდნა. იგივე კამასუტრა ხო თქვათ ვედურ კულტურაში და ასე შემდეგ ანუ რეალურად ეს იყო ენერგიის ღვთაებრივი ენერგიის სუბლიმაციის და ტრანსფორმაციის კონკრეტული მეთოდიკები ხო რაც თანამედროვე კონკრეტულად მართლმადიდებლობაში საერთოდ არ არის ამის შესახებ ცოდნა და ბნელით მოცულია ესე ვთქვათ და საერთოდ ამასთან შეხებაც რაღაცნაირად
ეხავსზე რო არ ვთქვათ, ცოდვა არის, ხო? ცოდვა, სიბილწეა, ანუ წარმოიდგინე რა ხელა აცდენა, რომ ახალი სიცოცხლე იქმნება, ხო? თან რომელიც სიცოცხლე თვითონ ქრისტიანიდან რომ ქრისტიანული გადასახედიდან ღვთაებრივი სიცოცხლე, სადაც რა ვიცი, ღმერთის ხატია ეს და ეს იქნება რითი? სიბილწით და ცოდვით? როგორ ეს? არ ვიცი და ნახე კიდე რაზე მეფიქრება ფსიქოლოგიაში აი კონტაქტს როცა აღწერთ ჯანსაღ კონტაქტს ხო საუკეთესო მოდელი რომ ადამიანს გააგებინო რა არის სექსუალური კონტაქტი იმიტომ რომ ორი განსხვავებული ადამიანი ხდება ნახე სქესით ან ყოველ შემთხვევაში როლით სულ მინიმუმ და მათ შორის დგება კონტაქტი სადაც ერთს რაღაცა სხვა უნდა მეორეს რაღაც სხვა უნდა მაგრამ ესენი თანხმედრაში მოდის და ნუ იწყება ვითარდება სრულდება და სისავსის განცდა ისადგურებს, ხო? ორივეში და ეს არის აღწერილი, ანუ საუკეთესო მოდელია, რომ გაიგო კონტაქტი რა არის, ნებისმიერი კონტაქტი, შეამწყურია, არ ვიცი, მეგობრთან მინდა წასვლა თუ წამოსვლა. აი, როგორ ვახორციელებ ამას ჯანსაღად თუ ნევროტულად, მაგას თუ შეადარებ, გაიგებ. ანუ სულ ამას ვიყენებთ და ანუ ერთ-ერთი საუკეთესო კონტაქტის ფორმა არის რა. ყველაზე ცოცხალი და ჯანსაღი და მეცაც კეთებ პერლსი, რომელსაც გეშტალტ თერაპია შექმნა. ჰოლანდიაში ატარებდა ეს გაზეთში განცხადება ჰქონდა გამოკრული სექსის თერაპიის სეანსები თუ რაღაც ესეთი თუ უფასო სექსიო თლათ ესე დააწერა. ოღონდ ნახე ეხა რა არის აქ აცდენა. დღეს გონიათ რომ ეს მართლა ქუჩაში რომ გახვალ და ვიღაცას მიახტები და სექსი გექნება ეს არის თავისუფლება. ანუ ახლა აქეთ არის ესეც ამან წარმოშვა ამ აკრძალუებმა სხვათა შორის რა. და პერსი რასაც იგაკეთებდა იყო რომ ადამიანებს მართლა აკავშირებდა ერთმანეთს მომზადებით, ანუ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობაში შედიოდნენ. ემოციით, სულით, გონებით, ანუ ესე არ არის. ნახე, ახალი ტაბუ გეშტალტში რა არის, იცი, არ გიყვარდეს. ძალიან მძიმე ტაბუა. ეს უკვე აი ეკლესიის გარეთ რა წარმოქმნა ეკლესიის აკრძალვებმა. ხო არის ეს რომ რაღაც დათრუნული სიბილწეა ის არის და ნუ ცდილობენ რომ ეს აღასრულონ რომ რაღაც ხატებთან არა და ასე შემდეგ. ანუ რა დევალვაცია გაუკეთეს ხარის და კაცის კონტაქტს. აქეთ ამ ხარეს არის ხალხი ვინც ეს ნამეტანი არიანო ესენიო და ასე წარმოიშვა აქეთ ბოლოსი ჯგუფი რომელიც როგორ გითხრა ფიქრობს რომ ბევრი პარტნიორი ესა რაღაცა ესეც ფანტაზიებია და ტაბუიფაც მუშაობს. აქ თუ ტაბუ არის სექსი არ ქონდეს, იქ არის ემოცია არ ქონდეს. რა მნიშვნელობა აქვს? ორივე ტაბუა. ხო და რთულია აქედან გამოსვლა. როგორ ფიქრობ, აი, გამოსავალი რა არის საქართველოში დღეს? აი ამ საკმაოდ რთულ სიტუაციაში, სულიერ კრიზისში. პირველ რიგში ყველაზე მთავარი რაც არის პასუხისმგებლობის აღება. თუნდაც რელიგიური კუთხით, ანუ თავარი რის გამოც არიან სხვა რელიგიებში არის ის რომ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე ვერ იღებენ და გადააქვთ იგივე ღმერთზე, იგივე მღვდელზე, მამაოზე, გურუზე, ანუ ეს არ ეხება მარტო ჩვენს რელიგიას, ხო, ანუ გავრცელებული ესე ვთქვათ ტენდენციაა რომ ვერ აიღო საკუთარ არსზე პასუხისმგებლობა და საკუთარ ცხოვრებაზე, ხო? და მთავარი ვექტორი, ან მთავარი მიმართულება, რაც მით უმეტეს ჩვენს ეპოქაში ძალიან ფაქტურად აქეთი მივდივარ და ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენში ვეძებოთ პირველ რიგში ეს ღვთაებრიობა, ეს სიყვარული, ეს ღმერთი, რაც არ უნდა უწოდოთ ამას, ხო? ანუ ის რომ გარეთ არის და გარეთ უნდა ვეძებო, კი ბატონო, არის ამაშიც გარკვეული წილი რეალობის, მაგრამ თავარი რაც არის ჩვენშია, ხო? და ანუ ეს ვექტორი ჩვენსკენ უნდა მიმართოთ. და ცენტრის პოვნა, მარტივად რო ვთქვათ, საკუთარი ცენტრის პოვნა. და პირველ რიგში ეს ეხება სხეულს. სხეულით იწყება ყველაფერი. ის ენერგია, რაც სხვადასხვა სართულზე, კი ბატონო, ანუ სხვადასხვა სართულზე, სხვადასხვა სახელი აქვს, ხო? იგივე სექსუალობას ეძახიან, ცოტა დაბალ სართულზე, ხო? ეს ენერგია არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს ზოგადად სხეულს, ენერგეტიკას, ჩვენს ყოფიერებას, ჩვენს არსს, ხო? და ამის კვლევის გარეშე მარტო თავით და მარტო გონებით რაღაცების წმენა იქნება თუ გადაწყვეტილებების მიღება კაცს არაფერს არ მოგიტანს, იმიტომ რომ გაცნობიერება არ არის მხოლოდ მენტალურ დონეზე, ესე ვთქვათ, რეალური გაცნობიერება. ყველა დონეზე უნდა იყოს, ანუ გონების და სხეულის სინთეზი, გაერთიანება და ჩვენი ესე ვთქვათ თავარი არსის პოვნა, რაც ისევ და ისევ ვიმეორებ, იწყება სხეულიდან, ანუ ჩვენი ცენტრი,
არის სხეულში. ამიტომაც ახლა ხანს გავიარე ძალიან კარგი ტრენინგი ანიშა დილანის ანტრული პულსაციების ისე და მან არის მთავარი აქცენტი იმაზე, რაიხის ესე ვთქვათ სკოლის გამგზავრებელია და რაიხი იცით ალბათ ფროიდის ერთ-ერთი მოსწავლე იყო, ცოტა დაპირისპირება ჰქონდათ როგორც ყველა მოსწავლეს ფროიდიდან. კი ბატონო. და სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს ზოგადად ეს რაიხიანული ფსიქოლოგია, რომ სხეულში აღიბეჭდება ჩვენი ის თავდაცვები, ჩვენი დაცვითი მექანიზმები, რაც ბავშვობიდან მოყვება და პირველ რიგში ეს უნდა მოიხსნას, ანუ ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ და აქედან იწყება ცნობიერების გაფართოებას, გათავისუფლებას და საკუთარი თავის ძებნა ესე ვთქვათ, ძიება და სხეული არის ინსტრუმენტი ამის საუკეთესო და გაცნობიერებაზე 100%-ით ეგრეა. ქართულად გაცნობიერებას რომ ამბობს სიტყვას რაღაცნაირად უფრო ტვინი ახსენდება რა ადამიანს აი სიტყვიდან გამომდინარე არა და აი როგორ გითხრა ძალიან ბევრი რამ იყო ჩემ ცხოვრებაში რაც ვიცოდი ჩემ თავზე ჩემს შესახებ და აი შესახებ არის აქ კაი სიტყვა ამაზე მიფიქრია ამაზე მიმსჯელია მაგრამ არ მიგძვნია არ შევხედივარ ჩემ თავში რა გარედან რაღაცები დამინახე ესეა და არაფერს არ ცვლიდა ჩემ ცხოვრებაში შორის სადღაც მოვისმინე ადრე ეხლა ნაკლებად იმიტომ რომ ეხლა შეცვლილია ზოგადად ყველგან საქართველოში ამხრივ ცნობიერება იაპონელს რო კითხავდნენ სად ფიქრობ ჩვენ ხო თავზე ვიდებთ ხელს ანუ თავით ვფიქრობ და ის იდებდა ხელს მუცელზე ხო, ეხლა გავწევდა ეგ ამბავი უკვე რომ მუცლითაც ვფიქრობთ ჩვენ. მუცლითაც და გულითაც და სხვადასხვა ცენტრები გვაქვს, იგივე გურჯიევიც მაგალითად საუბრობს, რომ ანუ ადამიანი არის ავტომატი, სხვა ცენტრით და რეალური მე არ არის კრისტალიზებული ადამიანში. ესეც ერთ-ერთი მიმართულება, რაც უნდა გააკეთოს თანამედროვე ადამიანმა, ანუ იპოვოს თავისი არაცნობიერი პროგრამები, არაცნობიერი მექანიკური ნაწილები და რაღაცნაირად ეცადოს, რომ გამოხოს ის მე, რომელიც აკვირდება ამ ყველაფერს ჯერ, ხო? ანუ ჯერ შეიძლება მოქმედი არ არის, დიდი ძალა არ აქვს, მაგრამ როგორც მინიმუმ ანალიზს აკეთებს, ანუ შემეცნებას აკეთებს და თანდათან მოიპოვებს იმ ძალას, რომ ინტეგრაცია მოახდინოს, ანუ გაამთლიანოს ეს თავისი დაშლილი მეების სიმრავლე, როგორც ქრისტე ამბობდა ლეგიონი. რეალურად ლეგიონი ჩვენ ვართ. ამ დაშლილი მეებით, რომლებიც არ არიან ერთიანი. და კიდე მანდ არის გარედან შემოსული ფსევდომეები, რომელიც თავს ესხმის ადამიანს. ხელოვნური მეების თემა კიდე საერთოდ. ეხლა რა გამახსენდა, იცი რა საინტერესოა, რომ თან ესეთი რაღაცები რომ ახსენდება, ხვდები რომ კონტაქტში ვარ. ანუ კონტაქტმა იცის ამოყრა რა. იმიტომ რომ ხანდახან შევლაპარაკობთ, მაგრამ კონტაქტი არ იყოს. ეგეთი გამოცდილებებიც მაქვს. იცი რა გამახსენდა, რომ ბავშვობაში დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ კაი ხელი მქონდა რა, ესენი სხვაშორის ჩემი გაკეთებულია ეს ამბავლები. სულ რაღაცას ვაკეთებდი ხელით. ძალიან ამაზეა. დიდი მადლობა. ხო და ბავშვობაში აი ახლა გამახსენდა, რომ მქონდა განცდა, რომ ტვინი მქონდა აქ. არ მქონდა განცდა, რომ აქედან ვაკეთებდი. აი მქონდა ცხადად შეგრძნება, რომ ხელებში მქონდა ცალკე გონება. ეხლა გამახსენდა რა, ეს ძალიან დიდი ხანია არ გამხსენებია ეგ განცდა. სხვათა ქალებს მეტად გაქვთ სხეულის განცდა და სხეულის შეგრძნება, ანუ კაცები უფრო მეტად მიდრეკილი ვართ, რომ თავში ვიყოთ, გონებაში ვიყოთ. ამიც ხშირად მithქვამს ეს, რომ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გონებაში გავატარე ძირითადად და გვიან დავიწყე უფრო საკუთარი შეგრძნებები, საკუთარი სხეულის შეცნობა და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს მოხდა სწორედ იმ მომენტის მერე, როცა იმ ბზიკის მაგალითს დავუკვირდი და ჩემთვის ეს ინსპირაცია იყო საკუთარ, ესე ვთქვათ, ქაოსში. რეალურად სხეული ქაოსია. ძალიან რთულია მისი მართვა, ანუ ამ ენერგიების, ამ შეგრძნებების, ემოციების, ამ სამყაროსი, ანუ სწორედ ანიმა რეალურად არის ჩვენი სხეული რა, ანუ ფიზიოლოგიურ დონეზე თუ დავიყვანთ. კი, აბსოლუტურად გეთანხმები და სხვათა თანამედროვე ადამიანს ახლა გეშტალტში როგორ ხატავენ, იცი, დიდი თავი აქვს, ხოლმე პატარა ხელები, ფეხები ესე და პატარებული აქვს ყველაფერი რა. და სხვათა შორის რა კი პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ შენ ახლა რეალურად აღწერე, რომ პასუხი ვაგო ჩემ თავზე რა, რომ ეს ლეგიონი კი არ ვიყო, ნელ-ნელა შევისწავლო ეს ყველაფერი დავაკვირდე. სხვათა შორის თავის თავად მე გაერთიანება, რაღაცა ძალდატანება აქ არ იმიტომ რომ როდესაც აკვირდები, ისედაც ჯდებიან ესენი ერთმანეთში. უყურადღებოდ გაშვებული პროგრამები არის, რომ თავს გვესხმიან რაღაცნაირად, თორე
ხო და იცი რა არის რომ ანუ ეს გარედან სწავლებები შემოჭრილები წეღარო შენამბობდი თავდასხმითი ეხლა თავდასხმას ისე გვამკვეთრებ იმიტომ რომ თუ არ გავამკვეთრე ისე არ ჩანს ხოლმე შინაარსი თორე ნუ ეხლა შედარებითია ეს ყველაფერი რა უხეშად ეხლა არ გულისხმობ მართლა რომ რაღაც კატასტროფა ხდება ჩვენ თავს ესეც არ ხედავ მაგრამ აი წარმოვიდგინოთ რომ გარედან რაღაცა მოწევებული იარლიყებია რომ ესეთი ხარ და შენ საერთოდ არ ხარ ეგეთი რა და რაღაც მე მგონი პირველი პასუხისმგებლობა ალბათ რომ იკვლიო მართლა როგორი ხარ შენ თავში პირველი დონე ეგ არის პერსონების კვლევა იუნგიანურად ვთქვათ საკუთარი პერსონების აღმოჩენა იმ პერსონების რაც ბავშვობიდან ან ჩვენ თვითონ შევიქმნით ისე დაცვით მოგვეწონა რაღაცა და მოგვეწონა ეს კიდევ კარგია მაგრამ უფრო მეტად ხდება ხოლმე რომ დაცვითი მექანიზმების გამო თავს ვიცავდით და ამის გამო შევქმნით გარკვეული პერსონები მერე თავს მოუახვიეს მშობლებმა საზოგადოებამ და ამ შემდეგ და ამის აღმოჩენა უნდა დაიწყოს ამ პერსონის რებრენდინგია პირველი ეტაპი სწორედ რომ ეს ვთქვათ შევქმნა ჩვენი ის მიღაბი რომელიც რეალურად ჩვენს ნამდვილ შეესაბამება და მისი რაღაცნაირი გამოხატულება და არა ყალბი და ხელოვნური და ესეთი ანუ თავდაცვითი წანადაც ვახსენებთ ხო ძირითადად ეგრეა ხოლმე ამის მერე იწყება უკვე უფრო სიღრმეში შესვლა კი აი სხეული ძალიან ესეთია მხრივ რესურსული რა სხეულთან დაბრუნება და რატომღაც ახლა ქრისტიანულ სწავლებებში დღეს რაც ვრცელდება სხეულის ძალიან დაკნინებულია და ეს სხვათა შორის გადავრცელებულია ძალიან ბევრ სულიერ ადამიანზე ვისაც სულიერება აინტერესებს ხშირად მინახავს სულიერებით ძალიან დაინტერესებული გულწრფელად ანთებული ადამიანი ვინც ფიქრობს რომ ეს სხეული რა არ ჩამამწყდი ეს და მე სინამდვილეში სული ვარ ის ვარ და ეს ლამაზია თან რა მომხიბლავია მაგრამ წარმოიდგინე მე კიდე როგორ ხედავ იცი რომ წარმოიდგინე რომ სული იმხელა რაღაცა ყოფილა თურმე რომ აი ეს შექმნა ამ სამყაროში ამით შემოვიდა და იმან თუ ეს შექმნა და ეს დააკრისტალა ესე იგი რამხელა რაღაცაა რა ვიცი მე ძალიან როგორ ვთქვა არც აღმატებულ ხარისხს შევყურებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში სულთან გათანაბრებული მაქვს სხეული არ ვფიქრობ რომ კნინია რეალურად სულის ნამდვილი ტაძარი არის სხეული ხო უბრალოდ მზად უნდა იყოს მის გასატარებლად, მის მისაღებად და მომზადებასაც უნდა გაგვიცოდნა და ძალისხმევა ჭირდება. მე კითხვების დასმა და უფლება კითხვის დასმის და ასე შემდეგ. რაც ნუ თანამედროვე დღეს რაც ხდება, თქვათ, ეკლესიურ გარემოში, კითხვების დასმა, მით უმეტეს კრიტიკა, ნახე კრიტიკაზე ძალიან მიუღებლობა არის ხოლმე რა. არ ვიცი, მოგეთ საკმაოდ ახლა ფსიქოლოგიურად არ გავუკეთებ ამას ანალიზს, ჩანს ისედაც რა პროცესები მიმდინარეობს. თუმცა აი ჭეშმარიტების ფლობა, რაღაც როგორ გითხრათ, საკმაოდ გამაღიზიანებელია, რომ ეს ნარცისული ველიც რო აი ამათიციან მხოლოდ და დანარჩენი ყველა ის არის იქ რაღაც როგორ გითხრა კრიტიკა თუ არის ტრათა ხარ ეგრევე მოაზრებული არა და მოყარის პირში მძრახევ რა ვიცი ქართული ის არის არ ვიცი მოკლედ თავარი კრიტერიუმი პრინციპში არის ის რომ რასაც ვხადაგებ მაგალითი უნდა ვიყო იმის რაც ეს ეკლესიაში რა ძალიან ნაკლებად ხდება ხო ან თუ ხდება ფასადურია ფასადურად ესეა და უაყოფენ ჭრდილს თავდაცვისთვის რაღაცა ისეთი ის არის რომ ნუ განიკითხავ ანუ იმას თავისი ბრძოლები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ან თუ ბრძოლები აქვს ჯერ გაიაროს ბრძოლები და მერე იქადაგოს ახლა რა თქმა უნდა ბოლომდე აბსოლუტურად იდეალური ვერავი ვერ იქნება და არ არის საჭირო და ხო კი ბატონო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ ეწინააღმდეგები იმას რასაც შენ თვითონ ატარებ და შენ თვითონ ხარ იმის მაგალითი ხო და პირიქით მიეცი ის მაგალითი რაც კიდე რომ გარეთ დაინახო თავისთავად კი მიმღებლობა ჰუმანურობა ეს ყველაფერი ქრისტემ მოიტანა საერთოდ მე ქრისტეს ძალიან დიპატივს ვცემ და ძალიან მიყვარს როგორც პერსონა რომ ახსენდება რომ აი რევოლუციონერია ფაქტიურად რა და ფიქრობ რომ ეგ რაღაცა ახალი ერა არის მართლა ტყუილა არ არის ნათქვამი ქრისტეშობამდე და ქრისტეშობის მერე რა აი რაღაცნაირად მოდიოდა ადამიანი იქითკენ რომ მამა აღარ არის
რაღაცა ყოვლის პრობლემი და ტირანული და ისეთი თვითონ ფროიდის ისიც რომ გავიხსენოთ ტოტემური წინაპრები ჩვენი, სადაც აი ეგრე იყო რა, ცენტრირებული იყო, რომ ეს ერთი არის და ყველა იმის გარშემო და ეს არის კანონიც, ეს არის სიმართლე, ეს არის ჭეშმარიტება და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად ნახე ქრისტე რას ამბობს, ჩვენ თანასწორები ვართ, დები ხართ და ძმები ხართ ჩემი და ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ნახე ახალი ერაა მართლა, იმიტომ რომ მანამდე ქვევიდან ზევით იყო ადამიანის ესე იყო აპრობილი. და ყველა შეუძლია და პოტენციალურად ყველა არის შვილი და არა მონა, როგორც უწოდებენ ხოლმე. მონახთვისა, ამასაც განმარტავენ თავისებურად, ან ყველაფერს აქვს განმარტება და ის კონტექსტი, რასაც ვთქვათ, მოუძებნია, მაგრამ ისევ და ისევ ამ კოლექტიურ არაცნობიერში ილექება როგორც მონა პირდაპირ გაგებით და მონა უნდა იყოს იმისთვის, რომ რაღაც ადამიანთან სხვანაირი ურთიერთობა შეუძლებელია. და კიდე ქრისტე რასაც ებრძოდა, ორი ეს ისე ყველაზე გამოკვეთილი რა იყო, ხო? ანუ წიგნობრები და ვაჭრები. ეკლესიაში ეს იყო, ხო? ეკლესია და ვაჭრობა ერთად ის არის. მაგას ვამბობ ხოლმე, რომ წიგნობრებიც აღარ არიან უკვე, ანუ ძალიან ცოტა არის რეალური მწიგნობარი, ანუ თეოლოგი, ნამდვილი თეოლოგი ამ ხრივ უკვე ცოტა დარჩა. ზირთად ანუ ვაჭრობის დონეზეა დასული ისევ და ისევ მეორე, არა მარტო ჩვენი რელიგია, რელიგიების დიდი ნაწილი. სამწუხაროდ ესე არის. და ვაჭრობა კონკურენციაც არის მე რაც შემიჩნევია და ასე შემდეგ. არა, ესეც ალბათ ერთ-ერთი გზა არის, სადაც ადამიანი მიდის, მე ჩიხში შედის, მე იქიდან გამოდის და ასე შემდეგ რა. უბრალოდ სახიფათოა, რომ არ მოიცვას ამან. სხვა შორის გიადვალის რაღაცა ინტერვიუ იყო, სადაც კითხეს, რომ ისი გეშინიაო რაღაცა და მეშინიაო, რომ შუა საუკუნეები არ დაბრუნდეს. ანუ ალბათობა არის რა, მე რა რომ ჩვენ ამდენი რაღაცა გამოვიარეთ და თქვა შევისწავლეთ და პროგრესი ის ეს, მაინც არის ამის ხიფათი. უცბად მეშინია რომ შუა საუკუნეებში არ ჩავიდეს უკან კაცობრიობა. იმიტომ რომ თან იქ უკვე როგორ არის, შუა საუკუნეებში თუ კოცონზე წვავდნენ და რაღაცები ქონდათ იარაღები, ხა ატომები გვაქვს, ატომური ბომბი, წყალბადის ბომბი და და იგივე მთელი დედამიწის თეორისაც უკვე დღესაც კი ჟერა. ეროს და უბრალოდ ვერ შესაძლებელია კი. ანუ უკან მიდია. ხო, ეს ყოველთვის არსებობს. აი ეს მამაკაცის თემაზე ახლა დავფიქრდი ამ კუთხით კი. სხვათა შორის აი გონებაში როა რაღაცნაირად, ხო და სხეული უფრო ჩახსნილია თითქოს. მაგრამ თან მეორე სხვა მინდა გითხრა, რომ კაცთან ავთენტობის, ანუ წყაროსმიერი სურვილების ჩახსნა საკმაოდ ძნელია. მე რაც გამომიცდია როგორც თერაპევტს რა. აი მე რა მინდა კაცისთვის უფრო ნათელია ხოლმე. აი მე ეს მინდა, ნიჩესაც უწერია. ეს უფრო ეხება ჩემი აზრით ძალაუფლების მინდებს, ესე ვთქვათ. დომინაცია და ძალაუფლებას რაც ეხება, ძირითადად მაგაზე გადის და როგორც თუნდაც სექსის, თუნდაც ქალთან ურთიერთობაც, როგორც ძალაუფლების ატრიბუტის გამოხატულება ხოლმე ხშირად. თორე რეალური შეგრძნებები და რეალური ესე ვთქვათ მანდარი ხო და კაცებთან კიდე უარესი ტაბუა. შიშია თუ რა არის, არ ვიცი. თან ისე რომ ვაკვირდები, ეხა ისე მოწყობილი. ევრივე ის ერთი მთავარი იდეა კიდე რა იყო, იცი, რომ რაღაცა საინტერესოს ირგვლივ შეკრებილიყო ხალხი და მართლა გვესაუბრა რა. დაგვენახა ერთმანეთი შევხებოდით, ხმა გაგვიგო და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეხლა ძალიან ვირტუალურ სამყაროში გადაიჭრა ეს ყველაფერი, მე რასაც უყურებ. ჩემი შვილებიც ახლა 3 შვილი მყავს და უფროსი 18-ის არის, მომდენო 15-ის არის, 16-ის ხდება და ასეთი ანუ მაგ თაობასაც ვაკვირდები და ჩვენ კიდე გქონდა ეზოში ჩასვლები და რაღაცები და ამ კონტაქტში შევდიოდით და ესენი თლათ ვირტუალურ სივრცეში არიან და უკვე თლათ მარტო ტვინი დარჩა. კიდე ცალკე ძალიან დიდი პრობლემა არის ზოგადად დღევანდელი კაცობრიობის სასწაული. აქაც ანუ ტვინი დარჩა ნახე, აი მარტო იმ შუქს ხედავს და ეჯახება იმ ზიკივით რა, იმიტომ რომ ამით ეკონტაქტებიან ერთმანეთს და მორჩა. ნუ ეს ვერ შევა ფიზიკურად იქ ეკრანში ჯერჯერობით ვერ შედის. ისედაც როგორც ამბობენ ხოლმე მატრიცაში ვცხოვრობთ და გარკვეულ სიმულაციაში ვართ, ხო? ანუ მეტაფორულად რო ვთქვა. სიმულაციის კიდე სიმულაციაში შევდივართ და რა ვიცი, ანუ სიმულაკრებს ეწოდებიან ასევე, ანუ უამრავი სიმულაკრია, ხო? ამ ხრივ ანუ ილუზიის კიდე უფრო მეტ შრეს ვიმატებთ, მარტივად რო ვთქვა. კი ბატონო. ამიტომაც რჩევას მივცემ მაყურებელს, რომ პირველი ანუ რეალური რაც არის ჩვენში და ნამდვილი ეს არის ისე ვიგნორებ ჩვენი სხეული, ჩვენი შეგრძნებები და ჩვენი ემოციები. ამიტოა მედიტაციების, თქვათ, და პრაქტიკების უმეტესობა დაფუძნებული
სხეულზე სუნთქვაზე დაკვირვებაზე, ხო? ანუ სუნთქვის პრაქტიკები ფაქტობრივად ყველაზე პოპულარულია, ხო? ხელმისაწვდომია თან. იგივე ლოცვის პრაქტიკაც ქრისტიანობაში რაც არის, სინამდვილეში ქრისტიანობა არის გულის გზა და არა გონების გზა. და აქაც ანუ გულიდან უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი და არა ქრისტიანობაში. რიტუალი არ უნდა იყოს უბრალოდ რაღაცა გონებით და მენტალურად განხორციელებული. თუ არ ვცდები ეფრემ ასურს აქვს გულის ლოცვაზე დაწერილი და ერთ-ერთი ზის გულის მედიტაციასთან აი რომ უბრალოდ წაიკითხო რა ტექნიკა ასე თქვა და როგორი მიდგომა ზუსტად ეს არის და კი გონება რაც უფრო ჩადის სხეულში ჩაეძირება არაცნობიერიც მე საერთოდ ვფიქრობ რომ არაცნობიერი სადღაც სხეულშია განფენილი და იქიდან პირდაპირ ამოტივირდება ხოლმე ზოგჯერ რაღაცეები ესე აღვიქვია პირადი არაცნობიერი სხეულია თავიდან. კი და მაგითი ძალიან დაკავშირებულებიც ვართ ერთმანეთს. ეხლა რაღაც მეცნიერული ცდა მაქვს ფოტოშოპში ჩაფიქრებული შენ ჯგუფშიც დავყოსდე. მადლობა. საინტერესო გამიზიარებ მე. კი, მე გაგიზიარებ აი ზუსტად ფენომენოლოგიას ვიგულებ რა. ნუ ეხლა მეცნიერული ცდა არის არსით, იმიტომ რომ თუ 1000 კაცია ჩატარდა ან 2000-ზე, მე მართლა შეიძლება გაიკვეს, რომ ჰიპოთეზა ან სწორია, ან არ არის სწორი. მე რა რესურსიც მაქვს 200 ადამიანი მინდა რომ შევგვერგო ჯამში. უფრო ზუსტად რო თქვა 210, იმიტომ რომ 3-3 კაცის ჯგუფი დამჭირდება. და მაგაზე ჩავატარო და რაღაცას მივიღებ იქაც, მაგრამ აი ხა მთლად რო თქვა რომ ეს ჰიპოთეზა დადასტურდა, ეგ 200 კაცი ცოტაა. ნუ ნახოთ მე რა იქნება. ეხა გეშტალტ ინსტიტუციას ვესაუბრები ამ თემაზე და იქნებ შევკრიბო ეს ხალხი და რაღაცნაირად ჩავატარო ეს ცდა და მე კიდე მაგ თემაზე ეხა არ ვიტყვი, იმიტომ რომ ცდა ხო იცი ფუჭდება, როდესაც ამბობ წინასწარ, შენ გაგიზიარებ რა მაქვს ჩაფიქრებული, როდესაც მოვჩერდით, კი და მე უკვე რო ჩატარდება, მე ადამიანებსაც ყველას რა თქმა უნდა გავზიარებ. რა ჩანაფიქრიც მაქვს. წარმატებებს ვისურვებ. დიდი მადლობა შენს ექსპერიმენტში. კიდევ ვისაუბროთ ხოლმე, ძალიან სასიამოვნო იყო და დღეს ახლა ამით მე მგონი რაღაც დასასრულის განცდა მაქვს, თუმცა თუ არის კიდე რამერის თქმაც გინდა, გისმენ ყურადღებით. ხო, ანუ რაც წევამთქვი, ილოცებას გავიმეორებდი, რომ თავარი რაც ჩვენ შეგვიძლია პირველი ეტაპი ეს არის უბრალოდ გაგება, დაგვირება და კრიტიკული კითხვების დასმა, მათ შორის ჩვენს მიმართაც და საერთოდ ყველას მიმართ. ანუ კრიტიკა არის რეალური გზა შემეცნებისკენ. თვითკრიტიკაც მათ შორის. და მერე სხეული, ანუ სხეული და სხეული. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ დაკარგული გვაქვს სხეული მით უმეტეს ამ გარემოდან და ვირტუალური სხვა რეალობებიდან გამომდინარე. კი ბატონო. ეს კიდე გამიზიარე რა ვისი ტრენინგი იყო? ანიშა დილონის სხვადასხვა წიგნის დაიბეჭდა, მალე იქნება წიგნის მაღაზიებში ტანგული პულსაცია ესე ქვია. ჩავრებული, ძალიან მაინტერესებს და თუ კიდე იქნება ეს ალბათ იქნება. იმედია. ხო, აუცილებლად არ გამოგვაპარო და დიდი სიამოვნებით ვიმონაწილეებ. ძალიან დიდი მადლობა მამუკა. მადლობა შენს მოწვევისთვის, მადლობა უგებელს. Good.